მოღალატე ამ შეძახილებით შეხვდნენ წუხელ ფინანსური პოლიციიდან გამოსულ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც დაკითხვაზე 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ კითხვები პრივატიზაციას შეეხებოდა, რაც მისი თქმით სახიფათოა, რადგან ინვესტიციების გადახედვა ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება. შემოსავლების სამსახურის შენობასთან ლევან ვარშალომიძის ათეულობით მხარდამჭერიც იმყოფებოდა, რომლებიც თავის მხრივ მას ასევე შეძახილებით ამხნევებდნენ. ბათუმის ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის დაკითხვაზე ყოფნის გამო საქმე განსაკუთრებულად არ მიაჩნია. კონკრეტული კითხვები იყო პრივატიზაციასთან დაკავშირებით, პირდაპირ მიკითხვების კონკრეტული საქმე აინტერესებდა. მივედით გავესაუბრეთ. პრივატიზაციის რევიზია, პრივატიზაციის გადახედვა, საგამოძიებო უწყებების მიხედვით ბევრ კითხვას ვადებს. და ბევრ კითხვას ვადებს და მართლაც უხერხულ პირას ვადებს იგივე ნებისმიერ ინვესტორთან და მართლაც საფრთხილოა და მნიშვნელოვანია ნებისმიერ და პირველ რიგში ქალაქისთვის, რეგიონისთვის და აჭარისთვის. რომ ჩვენ არ დავაფრთხოთ ინვესტორები და ინვესტორები არ გაიქცევთ ჩვენი ქვეყნიდან. ასე რომ მე ურჩევდი, რომ გარკვეული საქმეები უფრო მოიფიქრონ და უფრო კარგად გააკეთონ. შოუს დადგმა მარტივია. ყველა დასმულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მართალი აქ ახლა თავრობის ყოფილი თავმჯდომარეა და ახლა ამბიციებია, რომ ვიღაცა მოწინააღმდეგე ვიღაცას არ მოწონს, თქვათ განვლილი პერიოდი ვიღაცა ან უმუშევარი და ან სხვა პრობლემები ქონდა, ან ვიღაცას მოწონს. და ეს სწორედ ჩვენც გამოვიარეთ და იმიტომ ვართ, რომ სიტუაცია არ დაძაბული იყო, რაღაც კალმუხტვის მომენტიც ყოფილიყო და პროტესტიც მხარდაჭერას ეს მიღებული ფორმა, ამაში რაიმე უკიდურესი არა, მთავარია ამან არ უნდა შეიძინოს რაიმე პოლიტიკური ნიშანი და პოლიტიკური კუთხით დევნათო. აჭარის უმაღლეს საბჭოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც არსებული რისკ ფაქტორები განიხილეს. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტორების მოზიდვით. ალთანდილ ბერძის თქმით კი ეს გარემოსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ვითხოვთ, გარემოზე ზემოქმედი ყველა პროექტი, რაც კი უნდა განხორციელდეს მომავალში, უნდა შეთანხმდეს აჭარის ხელისუფლებასთან, უნდა შეთანხმდეს აჭარელ ექსპერტებთან. მინდა რომ რა თქმა უნდა პროექტები გაგრძელდეს, ეს არის აჭარის მთავრობის სურვილიც, მაგრამ კარგად უნდა შევისწავლოთ თუ რა შედეგი ექნება მას ამ პროექტებს გარემოზე, ამდენ რა შედეგი ექნება ამ პროექტებს სოციალური კუთხით. ინვესტორს პროექტში უკვე დახარჯული აქვს 20 მილიონი ლარი. აჭარის წყლის წარმომადგენლის ნინო დიასამიძის განცხადებით, კომპენსაციას მხოლოდ ის ოჯახები მიიღება, რომელთა მიწებიც ეს სჭირდება. დანარჩენები კი სიაში ვერ მოხვდნენ. მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლებისგან ნების დართვის შემთხვევაში მშენებლობა მომავალი წლის აპრილიდან დაიწყება. იმდენად ძვირადღირებული პროექტია, ინვესტიცია $700 მილიონ აღწევს, რომ კომპანიას უღირს გააკეთოს ყველანაირი გათვლა სწორი დასკვნა მიიღოს. პროექტი არის თვალისწინებს მოსახლეობის ფიზიკურ განსახლებას, ანუ სახკარის დატოვება არავის არ უწევს. აქ ხდება მხოლოდ ეკონომიკური განსახლება, რაც ნიშნავს სათესი სახნავი მიწების დაკარგვას. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მშენებლობის დროს აფეთქებები გახდება საჭირო, რაც მეწყერსაში ზონისთვის სახიფათოა. საყურადღებოა ისიც, რომ გარდა ეკოლოგიური ცვლილებებისა, ჰესის მშენებლობა ადგილობრივი კლიმატის ცვალებადობას გამოიწვევს. კერძოდ მოიმატებს ტენიანობა, რაც ასევე უარყოფითად აისახება რეგიონზე. აჭარის ზონის ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები, იმიტომ რომ სერიოზულად დაზიანდება. ეკოსისტემების დრღვევის საკითხია და ეროზირებული პროცესების დაწყება, სოციალური გარემოს შეცვლა, ტენიანობის გაზრდა ალბათ გვემუქრება სერიოზულად და ეს გამოიწვევს დამატებით ეროზიულ პროცესებს და მეწყერე საშიში ზონების გაზრდას, რაც ისედაც სერიოზული პრობლემაა აჭარაში და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა. ხელისუფლებას მრავალმილიონიანი ინვესტიციის მიღება სურს, თუმცა პროექტის უარყოფითი მხარე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე თვალის დახუჭვაც უჭირს. მიუხედავად შეხვედრებისა, მხარეების შეთანხმებას მაინც ვერ ახერხებენ და ჰესების მშენებლობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქართველოს კულტურის მინისტრმა დღეს რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა და იქ მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა. პირველი ობიექტი, რომელიც მინისტრმა დაათვალიერა, ქალაქ ბათუმის თოჯინების თეატრი იყო. მედია ჩარკვიანმა მინისტრ თოჯინების თეატრში მიმდინარე სამუშაოები და ის პრობლემები გააცნო, რაც რეაბილიტაციის დროს წარმოიქმნა. ერთი პერიოდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის ეს თეატრი და რაღაც და იყო იმ შენობობების ნუსხაში შეტანილი, რომლებიც უნდა შეჩერებულიყო. აი ამან რა თქმა უნდა ეს მშენებლობა არ შეჩერებულა. ვისაუბრებთ თეატრის
კანონის შესახებ და ბევრი კიდე ესეთი პრობლემები. გურამ ოდიშარიამ შენობის რეაბილიტაციის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის ყვაყოფილება გამოთქვა და ყურადღება შენობის ტრადიციული ელფერისა და იერსახის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა. ვიყავით თოჯინების თეატრში და შიგნის სივრცე მომეწონა და კარგი თეატრი იქნება, ოღონდ იმის ხარჯზე ეს არ უნდა იყოს, რომ დაკარგოს ძეგლმა თავისი პირვანდელი სახე. ის უკეთესი უნდა ჩავაბაროთ მომავალ თაობებს. ეს არის ჩვენი მიზანი. კულტურის მინისტრმა მოინახულა ფოსტის შენობაც, რომელსაც ამჟამად საყრდენი აქვს გამოცლილი და ჩამონგრევა ემუქრება. დღეისათვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელი ნაგებობაში თურქული კომპანია IAPI GUM ბათუმი მრავალფუნქციურ ობიექტს აშენებს. მინისტრმა და მისმა მოადგილემ განაცხადეს, რომ შენობისათვის იერსახის შესანარჩუნებლად შეეცდებიან ინვესტორთან მოლაპარაკებები აწარმოონ. შიდა ნაწილი საერთოდ განადგურდა ისე, რომ არანაირი ნებართვა ამაზე არ არსებობდა, რაც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის უდიდესი დარღვევა, ანუ სამუშაოები იმთავითვე დარღვევებით წარიმართა. დღეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე სურათი გვაქვს. დავალაპარაკებით რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროს აჭარის და ასე იგი ცენტრალურ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ სხვა პროექტებზეც გვაქვს უკვე მოლაპარაკება და სხვა ინვესტორებთან დაკავშირებით და ვნახავთ რაღაც ერთობლივ პოზიცია შევიმუშავებთ. გურამ ოდიშარია თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის საკითხსაც შეეხო. მომავალი წლიდან სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებს თურქ მხარესთან. რატომ შეჩერდა თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცესი და რა ძირითადი მოთხოვნები ჰქონდა თურქ მხარეს ინფორმაციას არ ფლობს. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ეხლა მე რაც მომედი ისეთი მოლაპარაკება არ მქონია. ერთადერთი მქონდა თურქეთის ელჩთან, რომელმაც გვინახულა ჩვენ, ასევე მოადგილე მინისტრის და მქონდა საუბარი მას ოშქთან დაკავშირებით განსაკუთრებულად. ჩემთვის უცნობია ეს მოთხოვნები, იმიტომ რომ არავის არ გაუჟღერებია, არც დაუბეჭდავთ, არც ინტერვიუში მინახავს სადმე რომ რაიმე მოთხოვნა იყო მოლაპარაკებები, რომლის შესახებ ჩვენ არა ვართ ინფორმირებული. რა როლი დაეკისრება კულტურის სამინისტროს პროცესების წარმართვაში მომავალი გვიჩვენებს. საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს რეგიონში სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მუზეუმის დირექტორები, თეატრის მმართველები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი იყო კულტურის სამინისტროს მიერ სამოოდ განხორციელებულ გეგმებზე, ტრადიციებსა და უნარჩვევების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეკითხვები ამ მიმართულებით მეტი ყურადღების გამოჩენას, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას, დაფინანსების გაზრდას, საჭირო აპარატურის შეძენაში დახმარებას ეხებოდა. მინისტრი მათ ხელშეწყობას სამომავლოდ მეტ ჩართულობას და პრობლემების ადგილზე გაცნობის შედეგად მოგვარებას დახპირდა. პრობლემებზე საუბრისას ჩვენ დავთქვით ეს ერთი რამ, რომ არ აქვს მნიშვნელობა მუნიციპალური დაფინანსება, თუ თქვათ, ექნება უფრო ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება. ჩვენ ერთი ქვეყანა ვარ და ჩვენ ყოველნაირად უნდა მივხედოთ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ალტერნატიულ გზებზე, რესურსების მოძიებისა, რომ ჩვენი კულტურა და ხელოვნება, რითაც ჩვენ ვამაყობთ თელს დედამიწაზე, რაც გამოგვარჩევს სხვებისაგან და რის გამოც ჩვენ პატივს გსცემენ და ბევრგან უყვარვართ კიდეც, უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ მომავალ წელს. ქონდა უნივერსიტეტის პრობლემების გარშემო, პირველ რიგში ეს არის დაფინანსების პრობლემა. უთხარით იმის თაობაზე, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროდან უნივერსიტეტი ღებულობს მხოლოდ დაფინანსების 15%, 85% აჭარის ბიუჯეტზე მოდის. რაც რა თქმა უნდა ეს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. სხვა საკითხები ეს იყო დაკავშირებული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენასთან და ასე შემდეგ. ქონდა მხოლოდ პრობლემის დასმის კუთხით საუბარი, კონკრეტული საუბარი მერე შედგება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სამომავლო დახმარების პერსპექტივებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. მიწისძვრის შემდეგ შექმნილი კომისიის მონაცემების თანახმად აჭარის რეგიონში სტიქიამ დაახლოებით 270-მდე ოჯახი დააზარალა. ამათგან რამდენიმე სახლს მცირედი დაზიანება აღენიშნება. იმ საცხოვრებლის მეპატრონეებს კი, რომლებიც საბოლოო მდგომარეობაში არიან და იყოფნა საფრთხეს უქმნით, აჭარის ხელისუფლება ბინის ქინით უზრუნველყოფას თავაზობს. ქირის თანხა 300 ლარს შეადგენს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მათთვის საცხოვრებლების აშენების უზრუნველყოფას შეეცდებიან, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება. შეგახსენებთ, რომ კომისიის მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და პირველ ეტაპზე ის სახლების შემოწმდა, რომლებიც განსაკუთრებით დაზიანდა. დაახლოებით 100 ოჯახამდე იქნა ნანახი როგორც ქობლეთში, ასევე ხელვაჩაურის რაიონში ერთობლივად. აქედან ქობლეთის რაიონში 19 ოჯახს არ ექვემდებარება აღდგენას და გადასაყვანია, ხოლო ქობლეთის რაიონში 8 ოჯახია, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას და გადასაყვანია. დანარჩენ ოჯახებს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეღავაც მიცემს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახმარება და იყოს 3 ეტაპად. პირველი ეტაპი გახლავთ ბინის ქირის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი და
არსებულ ფარჩი უსაფრთხო ცხოვრება შეუძლებელია. თულ ადამიანთან, ვისაც დაგრეულია სახლი, მუნიციპალიტეტები ჩვენი წარმომადგენელი თანამშრომლები შეთავაზებენ და შეჯერდებიან იმ ოპტიმალურ ვარიანტზე, რა უნდა გაკეთდეს, აშენდეს ახალი ხის, ქვის, ბელეტაჟი თუ სხვა ფართის. აჭარაში მოხვაწე ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და დამსახურებულ კულტურის მუშაკებს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წინა საახალწლო კონცერტი აჩუქა. ერთად ვიზრუნოთ წარმატებულ მომავალზე. ამ სახელწოდების სახამოს 1200-მდე პედაგოგი და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა პედაგოგებს დამდეგიშობა ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 2013 წელი განათლებისა და კულტურის წელი იქნება. აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი საათნახევარი გაგრძელდა. პედაგოგებისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც ესწრებოდა. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის. დიდი მადლობა ბატონ თავამაიშვილს აი ამ დიდი საჩუქრისათვის, რომ ჩვენ დაფასებულია ჩვენი ღვაწლი და დღეს ჩვენ ამ საზეიმო ღონისძიებას ვესწრებით. ჩემთვის დღევანდელი დღე ნამდვილად ღირსშესანიშნავია, ნამდვილად მნიშვნელოვანია. რამე თუ ღირსი გავხდი, აი მოწინავე პედაგოგებს შორის ყოფილიყავი. ეგ არის წინა საახალწლო საღამო, რომელიც ძველი წელის გაცილებასა და ახალი წლის დადგმას ეწევა. ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეწვია განათლებისა და კულტურის დარგის ღვაწლმოსილი მუშაკები, როგორც ვხედავთ, ნაწილმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით სხვა ფორმით კიდევ ერთხელ მიულოცოთ მათ ახალი წელი. პრესკაფეში დღეს ვარდო დევაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. საფისაგან შექმნილმა თოჯინებმა ნახატება და აქსესუარება დამთვალიერებებს დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო ორი საბავშვო კრებულიც, რომელიც ავტორის განცხადებით პატარების დიდი სიყვარულის დამსახურებაა. ხელნაკეთ ნივთებზე ვარდო დევაძე წელიწად ნახევარი მუშაობდა. ავტორის განცხადებით გამოფენის მიზანს მისი ნიჭის წარმოჩენა, წინა საახალწლო განწყობის შექმნა და საზოგადოებისთვის ორიგინალური იდეების გაზიარება წარმოადგენდა. ვარდო დევაძე მსგავს და უფრო მასშტაბურ გამოფენას მომავალშიც გეგმავს. წარმოდგენილი ნამუშევრები პატარებისთვის სიმბოლურ ფასად გაიყიდება. ვაკეთებ ამას ყველაფერს დასვენების ხარჯზე. მოდის ფანტაზია, მუზა, ძალიან მიყვარს, უზომოდ მიყვარს და არ ვიღლები. მეც მიყვარს თო როდის გავაკეთე ამდენი რომ ვუყურე. თუკი სურვილი იქნება, თუკი წარმატება იქნება, თუკი ჩემი ნახალავი დაფასდება, წავალ მიმტევებლობას და ბავშვებს მივცემ ძალიან ნაკლებ ფასებში თოჯინებს. ძალიან კარგია რომ ესეთი ხელნაკეთები მოქალაქე აკეთებს და ჩვენ მოვდივართ, ყიდულობ ძალიან მომეწონა ავირჩიე ჩემთვის, რომელიც მომეწონა და ვიყიდე. საახალწლო განწყობა ძალიან დიდი იყო და გაფორმებაც ძალიან დიდი და ლამაზია ეს ყველაფერი.